ბრენდი არ არის ლოგო, სარეკლამო განცხადება და არც თავად პროდუქტი. მომხმარებელი ბრენდს არჩევანის გაკეთების პროცესში იყენებს. მომხმარებლის ცნობიერებაში ბრენდი გარკვეულწილად პროდუქტის იარლიღია. ბრენდის ისტორია. რადიო თანამგზავრზე. Volkswagen-ის ისტორია მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. კერძოდ კი 1933 წლის შემოდგომაზე, როდესაც არაფორმალურ გარემოში შედგა შეხვედრა ფერდინანდ პორშესა და ადოლფ ჰიტლერს შორის. ეს უკანასკნელი დაინტერესებული იყო ისეთი მანქანის შექმნით, რომელშიც თავისუფლად მოთავსდებოდა ოჯახი. 100 კილომეტრზე დაწვავდა არაუმეტეს 8 ლიტრ ბენზინს და ექნებოდა ჩვეულებრივი ბიურგერის ჯიბისთვის ხელმისაწვდომი ფასი. ამ ისტორიის თანახმად ჰიტლერმა ასევე მოითხოვა, რომ ახალი ავტომობილი საომარი პირობების შემთხვევაში იოლად გარდაქმნილიყო ისე, რომ მასში 3 ჯარისკაცი და ზარბაზანი თავისუფლად მოთავსებულიყო. გადაწყდა ახალი მარკის ავტომობილისთვის სახალხო ავტომობილი, ანუ Volkswagen-ი დაერქმიათ. ჰიტლერის ერთ-ერთი დანაპირებით ყველა გერმანულ ოჯახს ავტომობილი უნდა ჰყოლოდა. Porsche-მ პირველი მუშანახაზები უკვე 1934 წლის იანვარში წარმოადგინა, რომელიც რაიხ კანცელარიამ მოიწონა. როგორც კი მანქანის პროტოტიპები დამზადდა, დაიწყო მათი ზედმიწევნითი ტესტირებების პროცესი. მოთხოვნილებები უმკაცრესი იყო, მაგრამ ავტომობილმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. 1927 წელს გამოჩნდა პირველი Volkswagen 30, ეგრეთ წოდებული ხოჭო. 1928 წელს Volkswagen-ის ქარხნების მასობრივი მშენებლობა დაიწყო. მშენებლობამ დიდ მასშტაბებს მიაღწია. ქარხნების გარშემო ახალი ქალაქიც კი დაარსდა, რომელსაც ვოლფსბურგი ეწოდა. იქ დღემდე Volkswagen გრუპის სათაო ოფისი მდებარეობს. თუმცა მალე ომის დაწყებამ ყველაფერი შეცვალა და ყველა ქარხანა სასწრაფო წესით საბრძოლო პროდუქციის წარმოებაზე გადაერთო. Volkswagen-ის პირველი ლოგოტიპი ნათლად გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ წლებსა და რომელ ქვეყანაში შეიქმნა ეს კომპანია. ისტორიის თანახმად, ლოგო Porsche-ს ერთ-ერთმა მუშამ, ვინმე ფრანც რემსპისმა შექმნა, რომელმაც პრემიის სახით 100 რაიხსმარკა დაიმსახურა. რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა ვინმე ნიკოლაი ბორგი, რომელიც ირწმუნება, რომ ლოგოზე საავტორო უფლება მას აქვს. ბორგი Volkswagen-ისგან მხოლოდ აღიარებას მოითხოვს, თუმცა პირდაპირ მტკიცებულებები არა აქვს. სასამართლომ დაადასტურა, რომ ბორგმა ნამდვილად შექმნა ლოგო, მაგრამ მხოლოდ უკვე არსებულის ესკიზის მიხედვით. მისი სამუშაო მოიცავდა მხოლოდ პროპორციების დახვეწასა და საბოლოო ფორმის მიცემას, ამიტომ კონცერნი მას ავტორად არ ცნობს. ომის შემდგომ პერიოდში ეს კომპანია პოპულარული გახდა არა მხოლოდ ხოჭოების წარმოებით, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ტირაჟით იყიდებოდა, არამედ სხვადასხვა კლასისა და ტიპის პოპულარული მოდელებით, როგორიცაა გოლფი, პოლო, პასატი, ბორა, ტიგუანი. ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს მიკროავტობუსი Volkswagen Bulli, რომელიც ეგრეთ წოდებული ჰიპების ფურგონის სახელით უფროა ცნობილი. რაც შეეხება ლეგენდარულ ხოჭოს, ის Volkswagen-ის მიერ 25 წლის განმავლობაში იწარმოებოდა. შემდეგ კი მისი წარმოება ლათინურ ამერიკაში განაგრძეს. ფიქრობენ, რომ ეს პატარა მანქანა ევროპაში დღემდე პოპულარული იქნებოდა, რომ არა ევროპის მიერ მოთხოვნილი მკაცრი უსაფრთხოების ზომები და გარემოს დაბინძურების დონე, რაცაც ეს მოდელი ვერ შეესაბამებოდა. 1998 წელს გერმანელებმა სცადეს ლეგენდის აღზევება. წარმოადგინეს ახალი Beetle 2, მაგრამ ის ადრინდელ მოდელთან ახლოსაც ვერ მივიდა. დღესდღეობით Volkswagen-ი უმსხვილესი კონცერნია, რომელსაც ასევე მიეკუთვნება Skoda, Audi, Porsche და Bentley. ბრენდი არ არის ლოგო, სარეკლამო განცხადება და არც თავად პროდუქტი. მომხმარებელი ბრენდს არჩევანის გაკეთების პროცესში იყენებს. მომხმარებლის ცნობიერებაში ბრენდი გარკვეულწილად პროდუქტის იარლიღია. ბრენდის ისტორია. რადიო თანამგზავრზე.